საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა უნგრეთში, მას საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრის დაესწრო. ღონისძიებაზე ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეული. ჩემთვის განსაკუთრებული პატივია უნგრეთში ყოფნა და საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ჩვენი მეგობრების გარემოცვაში. ჩვენ უძველესიერი ვართ. საქართველოს 3000 წლისაა. ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის. ამდენი ხნის წინ შეიქმნა ჩვენი სახელმწიფო. ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით, ვამაყობთ ჩვენი ერით. მრავალი საუკუნის განმავლობაში ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის და ამიტომ ეს არის ბრძოლა ჩვენს გენეტიკურ კოდში. ეს ბრძოლა გრძელდება. ახლა თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის გვიწევს ბრძოლა. უნგრეთი ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის ბრძოლაში. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ მეგობრების, უნგრეთის მთავრობის მიმართ. დიდი მადლიერი ვართ უნგრელი ერის მიმართ, ქართველი ხალხისადმი გამოხატული ამ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. ძლიერი მეგობრობა და თანამშრომლობა არსებობს ჩვენს ერებსა და მთავრობებს შორის, თუმცა ყოველთვის არსებობს სივრცე ამ მეგობრებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს თანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური მხარდაჭერითა და გადამზადების პროგრამებით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, რომ თქვენი ხმა ვიყოთ ევროკავშირში, როდესაც ისინი თქვენს გამორიცხვას ან გაჩუმებას ცდილობენ. ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდში, როგორც ჭირში, ასევე ლხინში, რამე თუ ჩვენ მრავალი მიმართულებით ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. ჩვენი სახელმწიფოები აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ორივე ვაცნობიერებთ, რომ ეს მარტივად და უფასოდ არ მოდის. ჩვენ ორივე ვაფასებთ ჩვენს ფესვებს და ღირებულებებს. ჩვენ საქართველოც და უნგრეთიც ევროპელები ვართ, არა იმიტომ, რომ ვინმე სხვამ დაადასტურა, არამედ იმიტომ, რომ ეს 1000-წლოვანი ჭეშმარიტებაა. ჩვენ ვართ ამაყიერები და გვსურს ვიყოთ ის, რაც ვართ. ჩვენ ვართ თავისუფლების ორი კუნძული, ძველი თუ ახალი იმპერიების ზღვაში. ჩვენ ერთმანეთს ვუწვდით ხელს, ვაშენებთ ხიდებს და მომავალს ჩვენი შვილებისთვის. მე დღეს აქ ვდგავარ, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ. დაელამა საქართველოს ჰქონდეს მუდამ მშვიდობა და კეთილდღეობა და დიდხანს იცოცხლოს საქართველოს უძლიერესმა ერმა და ჩვენი პარტნიორობა ყოველწლიურად უფრო და უფრო გაძლიერდეს.